გამარჯობათ. ეს არის არაბრენდული ჩინური ხელის ხერხი, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი სადენო ინსტრუმენტი, აკუმულატორიანი, რომელიც სად არის დამზადებული, რომელიც ჩინურ სარდაფში კაცმა არ იცის. არსად არ აწერია, არც მწარმოებელი, აგერ რაღაც ინსტრუქციის პროვოკაცია მოყვება, რომელშიც საუბარია უსაფრთხოებაზე, არსად არ არის არც გარანტია მითითებული, არც სად არის დამზადებული, ვინ არის მწარმოებელი. ეხლა მე ამას გადაგიშლით. აბატონო. აი ეს ფურცლის ნაგლეჯი, რასაც ხედავთ, რაც მოყვა ინსტრუქციის მაგივრად. ამის ტექნიკურ მახასიათებლებზე ძაბო 21 ვოლტი ტყუილი წერია, ეს 18 ვოლტიანია სინამდვილეში, ეს არის მაკიტას ძველი სისტემის აკუმულატორი, რომელიც მე მაკიტამ შეცვალა, რომ ვინმეს არ ეხმარა ეს იაფი აკუმულატორები მის ინსტრუმენტებზე. ეხლა ესენი ორიგინალ მაკიტებზე აღარ მიდის, მაგრამ საშუალება ესე იგი, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ხარისხის გამოვიდა 18650 ელემენტები, თქვა ამ აკუმულატორში 10 ცალიდევს და 5-5 მიმდევრობით არის შეერთებული. ასე რომ ამისი ძაბო 21 ვოლტი ეს არის, როცა მაქსიმალურად დაიტენება, თორე მუშაობის პროცესში ის 21-დან 15-მდე მცირდება და 15 ვოლტზე უკვე ასეთი ინსტრუმენტები წყვეტენ მუშაობას. ეს არამაკიტებიც ძალიან კარგია და შეიძლება ითქვა საკმაოდ ხანგრძლივად მუშაობენ. ეს ვიყიდე დახვეწილი ჩინელი აფერისტისაგან AliExpress-ზე, თუ რატომ არის დახვეწილი აფერისტი, ამას მე ცოტა მერე მოგახსენებთ. ეხლა უბრალოდ, ესე იგი, შეხედეთ, ის მუშაობს ძალიან კარგად. ხლა მუშაობის პროცესში მე ამას ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ თან ხერხვა და თან მუშაობა ცოტა თან გადაღება, ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს ძნელია, მაგრამ აქ რასაც ხედავთ, ეს საკმაოდ დიდი მორი გუშინ დავხერხე აი ამ ხერხით სადღაც 5-6 წუთის განმავლობაში. ეხლა მინდა გითხრათ ზოგადად არაბრენდული ინსტრუმენტებზე და კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რა საინტერესო მომენტი იყო. არაბრენდული ინსტრუმენტი არასოდეს არ მუშაობს ისე ეფექტურად და დიდხანს, როგორც ვთქვათ, ეს არის დიველტი, მაკიტა, მეტაბო და ასე შემდეგ. იმათ, რა თქმა უნდა, მათთან ვერ მივა, მაგრამ ვერც ფასით მივა მათთან და ამათი ხირებულება არის ბევრად ნაკლები. წოლობით მუშაობას რაც შეეხება არახშირი ხმარებისას, რა თქმა უნდა, ესეც წოლობით იმუშავებს, მაგრამ 24/7-ზე თუ მუშაობთ და პროფესიონალი ბრძანებით, რა თქმა უნდა, ასეთი ინსტრუმენტის ყიდვას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ხშირ-ხშირად გექნებათ გამოსაცვლელი. ეხლა დაუნდობელი ექსპლუატაციისას, რა თქმა უნდა, მაკიტა და დიველტის ბუჯდება და ასე არის ესეც. მაგრამ აი რა უნდა გავითვალისწინოთ? არაპროფესიონალური, ანუ სამოყვარულო შედარებით იაფი ელექტროხელსაწყოების ხმარებისას ამას გეტყვით. ხელსაწყოს ძრავს არასოდეს არ ვამუშავებ 10 წამზე მეტი. აი, გადაბმულად ის მაქსიმუმ 10 წამი ვამუშავებ, მე აუცილებლად ვასვენებ. დაახლოებით 5 წამი. ეს საკმარისი არის მისი მოტორის გასაგრილებლად და იმისათვის, რომ ხელსაწყო არ გადახურდეს, თუ თლად რაღაც ძალიან უბედური არ არის. ყოველ შემთხვევაში, აი ინსტრუმენტების უმეტესობას არა ასეც ყიდულობ სამოყვარულოს, იაფფასიანს და მუშაობენ წლებით. ასე ვთქვათ. დაახლოებით იმდენივე ხანს მუშაობენ, რამდენსაც პროფესიონალი ინსტრუმენტები ხელოსნების ხელში.
შეიძლება ჩემთან უფრო მეტხანს, იმიტომ რომ მე ყოველ დღეს არ მიხდება. თქვათ იგივე ამ ხერხით, რამდენიმე ხის გადაბელვის შემდეგ შეიძლება მომიწიოს ტოტების დახერხვა მწვრილად. მეტი არაფერი. ეხლა ეს პრინციპი 10 წამი მუშაობა და 5 წამი დასვენება ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა არაპროფესიონალურ ინსტრუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ ძრავი გადახურდება, ან გადაცემათა კოლოფი გაფუჭდება და ასე შემდეგ. ამასაც აქვს თავისი გადაცემა ორ ხრახლზე შეიძლება ითქვას და იმისი გაფუჭება უფრო შესაძლებელია ვიდრე მოტორის გადაწვა. შემდეგ, როდესაც ინსტრუმენტს ძალა ადგება და მისი ძრავის ბრუნთა რიცხვი მცირდება, აუცილებელია რომ ეს ძალა შევამციროთ ინსტრუმენტზე მოდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახურებას ვერ ავწდებით. ეხლა რასაც გაუძლებს თქვათ დიველტი, ეს არაპროფესიონალი ინსტრუმენტი ვერ გაუძლებს. მაგრამ საქმეს საბოლოო ჯამში ნელა, მაგრამ იგივე საკეთებენ. თქვათ ამ ხერხის ღირებულებაზე ბევრად მეტი უნდა მიმეცა ვიღაცა რომ მომეყვანა და თქვათ ხის გადაბელვა მეთხოვა. ამით დიდ ხეს ვერ მოჭრით. დიდი ხის მოსაჭრელად სხვა ინსტრუმენტი მაქვს, უფრო დიდი ელექტროხერხი. მაგრამ ის მოუხერხებელია, როდესაც წვრილი ტოტების დაქუცმაძება გიწევთ. ასე რომ ხელობასთან შედარებით ინსტრუმენტის ქონა ეს ბევრად უფრო იაფი რამ გახლავთ. ეხლა კონკრეტულად როგორ მოვახერხე ამ ინსტრუმენტის ასე იაფად $14.10 ყიდვა. AliExpress-ზე ხშირად არიან აფერისტები და ამისი გამყიდველიც აფერისტი გამოდგა. უბრალოდ რა გააკეთა ტიპმა. AliExpress-ზე გახსნა მაღაზია, რომ დავინახე რომ ეს მაღაზია 1 წლის გახსნილიც არ იყო. ჯერ ვიფიქრე რომ არ ვიყიდი მეთქი ამისაგან. მიუხედავად ესეთი დაბალი ფასისა, მაგრამ რომ შევხედე რევიუებს, ჰქონდა ორი დადებითი რევიუ. ანუ მართლაც მიიღეს ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი მუშაობდა ვიღაც მყიდველებმა. მათი წარმოშობა იქ AliExpress-ზე არ ჩანს, მაგრამ რევიუები ჩანს. სასწრაფოდ მეც ვიყიდე და გამიმართლა და ჩამომივიდა. ეხლა რატომ გამიმართლა? საქმე იმაშია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ გამყიდველმა შეწყვიტა ჩემო ბატონო ამ ინსტრუმენტის გაგზავნა და რა გააკეთა. ამის მერე სადღაც ერთი 20 ინსტრუმენტი ეთყობა რომ გამოგზავნა, მერე დაიწყო $14 ერთი ცალი სახრახნისის ან იმის საკანცელერიო დანისპირების და რაღაც ესეთი იაფფასიანი რაღაცების გაგზავნა, რომელიც, თვითონ შეიშალა. ასე ვთქვათ. ხოდა ის ხალხი უკვე მოტყუებულთა სიაში აღმოჩნდა. ეხლა მე ამას ვერც აღმოვაჩენდი სხვათა შორის, რომ არ მომხდარიყო ასეთი რამ, რომ გაიგო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომ $14 ვიყიდე AliExpress-ზე, არადა თბილისში ამას $130 ნაკლებად ვერსად ვერ იყიდით, გამორიცხულია სრულიად, უფრო მეტი ცხირს, თან მით უმეტეს ავტომატური შეზეთვით რომ არის, ისეთები 200 ლარიღის, შეიძლება ითქვას, ხოდა მთხოვა რომ მეც მიყიდე, კიდევ კარგი რომ ყოა ვეხმარი და უთხარი, მოდი ჯერ ჩამოვიდეს ჩემმა ივარგოს და მერე ვიყიდოთ. და აი მის ჩამოსვლის და მიღების და იმის მერე რომ რეალურად იმუშავა, შევედი AliExpress-ზე, რას ვხედავ. რამდენიმე კომენტარი არის, იმორს კიდევ მიემატა 1, 3 თუ 4 დადებითი კომენტარი და ამის მერე მიდის ლანძღვაგინება და მკვდარი და ცოცხლის მოკითხვა ამ გამყიდველის, იმიტომ რომ შემდეგებს უკვე ჩაუვიდათ სრულიად სხვა რამე, ალბათ $9 ნივთები და გაყიდვების რაოდენობა არის 300-ზე მეტზე გასული.
ეხლა ეს რას ნიშნავს? 20 წელი მართლაც გაყიდა და მე ალბათ ნუ შეიძლება მეტიც შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ მე დაიწყო აფერისტობა და გაგზავნა სულ სხვა ნივთების. ეხლა ვინც ამაში $14 გადაიხადა ატვიორკაში ან მახატში, ხო? იმას პასუხად მისწერს, რომ ისი რა გამომიგზავნერეთ უკან და მე ფულს მიიღებ. ეხლა უკან რო გააგზავნო აქედან ატვიორკა ჩინეთში $14-ზე მეტი შეიძლება დაგიждეთ. ამიტომ არ ზღირს და გექნებათ საფატიო ადგილას ჩამოკიდებული, ძვირადღირებული სახრახნისი. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით AliExpress-ზე. ძალიან ფრთხილად ვიმეორებ. ეხლა $14 რო ეს დაждდა, $12 დაждდა ჩამოტანა, ანუ სადღაც 70 ლარია ჯამში. ეხლა უკეთესი ვარიანტი, რა თქმა უნდა, არის eBay, ასეთი ინსტრუმენტი eBay-ზე სადღაც $24.5 ღირს, პლუს $12 ჩამოტანა. მაინც უფრო იაფია თბილისზე, იმიტომ რომ $37 რომ ავიღოთ, სადღაც 100 ლარზე ცოტა ნაკლები გამოდის, ხო ასეა? შეიძლება ცოტა მეტიც, რა ვიცი. მაგრამ 130 ნამდვილად არ არის და 130-ად ასეთ კარგს ვერ იყიდით. აქ ის ცოტა უფრო მოკლე პირი ექნება, ან შესაზეთი არ ექნება ავტომატური და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტი გამოდგა. ასე რომ რომ არსებობს გამოთქმა, არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფფასიანი ნივთები ვიყიდო, აი ეს გამონათქვამი არ არის სწორი. არსებობს კახური გამონათქვამი, იაფი და იორღა და იაფი და იორღა შეიძლება მიიღოთ მხოლოდ მაშინ, თუ კარგად ხართ ინფორმირებული, თქვათ იმ რაღაცის შესახებ, რასაც ყიდულობთ, ეს იქნება მომსახურება, თუ ეს იქნება ნივთი. ყველაზე მეტი ღირს თქვენი ცოდნა და გამოცდილება. ზოგჯერ არის, რომ გამყიდველს არ ეყიდება და ყიდის იაფად. ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია. და ის რაშიდაც არ ერკვევით და არ იცით, ძვირის გადახდით იცოდეთ, რომ თქვენს უბიცობას და გაურკვევლობას საკითხში ადასტურებთ. კი ბატონო, მეც ხშირად დამიდასტურებია, რაშიდაც ვერ ვერკვევი და როდესაც ისეთ ნივთს ან ისეთ მომსახურებას ვყიდულობ, რომელშიდაც ვერ ვერკვევი, ნუ მეც ვცდილობ, რომ შესაბამისად ძვირი ავირჩიო. თუმცა ეს ძვირი შეიძლება გაცილებით უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე შედარებით იაფი. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.